გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? რამდენი საჭიროა დაგვიგროვდა? Oh my god, ძალიან ბევრი საჭიროა დაგვიგროვდა. აღიარეთ, რომ ძალიან ბევრი საჭიროა დაგვიგროვდა. კარგად, შე როგორ ხარ? ვინ გეგონე? მარცხენა წარბი გაგიცავ. არსად არ გამექცა, ისევ აქ მაქვს. თქვენგან მარცხენა, ჩემგან მარცხენა შეიძლება სხვადასხვა. კარგად, თქვენ როგორ ხართ? არსად არ გაქცეულა, ხალხო, ორივე წარბი ადგილზე მაქვს, მაგრამ მაქვს ასიმეტრიული წარბები. ესე იგი, ხალხო, მე რასაც შევატყვე, ხო გავიდა ერთი თვე, ორი თვე, ბევრი თვე და ისევ იგივე შეკითხვებს მეკითხებით ხოლმე უბრალოდ. საინტერესო იცით რა არის, რომ კი არა და გვანც. საინტერესო რა არის იცით ხალხო, სულს არ ვლაპარაკობდი, რაც იყო იმას ვამბობდი და თქვენ უბრალოდ ცუც ეძახით ყველაფერს იმას, რაც თქვენ აზრს და თქვენ შეხედულებას არ ეთანხმება, მე როგორც მივხვდი. ხო და რადგან თქვენს აზრს და შეხედულებებს არ ეთანხმება, არ ნიშნავს, რომ ცუდია ზოგადად. ესეა ხოლმე რა არ ადამიანი. კი 18-19 ზოგადად გოგოზე რომ მაგას ამბობს, ძალიან არა ნათი გეთანხმები. ნუ მაგას აქვს მოდი მიზეზი, ვთქვათ აქვე. რატომ არის ხოლმე? ნუ ხა მე ჯერ კიდევ რასაც ვადევნებ თვალყურს, ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა, რომ აი ამ კონკრეტული ადამიანებისთვის არაფერი არ დაუშავებია მარიამს. მაგალითად მარტო იმისთვის ლანძღავენ, რომ დავუშვათ ადამიანი სადღაც მუშაობს. ლანძღავენ იმისთვის, რომ ისე არ იქცევა, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად თუ მან მაგათ. ხალხო, აი ნახეთ, მე გეტყვით ახლა დასაქმებაზე და კარიერულ წარმატებებზე რაღაცებს გეტყვით. ანუ მე არასდროს არ მიმუშავია მაგალითად ბარში რესტორანში მიმტანად და ასე შემდეგ, მაგრამ მიმუშავია ბანკში. სერვისის სფერო არის ბანკიც, სხვათა შორის მომსახურების სფეროა და მინდა გითხრათ, რომ სერვისის სფეროში მუშაობა არის საკმაოდ რთული. ეხლა მარიამზე კიდევ იგივეს მწერთ ხოლმე, რომ ვაიმე იცით სად მუშაობს, ხალხო, ვიცი სად მუშაობს და ძალიან ბევრი თქვენი ნაცნობი, ნათესავი, ახლობელი და ასე შემდეგ მუშაობს მიმტანად, ბარმენად, თუ გნებავთ ოფიციანტი და რქვის სერვისის სფეროებში, დავუშვათ კურიერად, სასტუმროებში მუშაობენ, მომსახურების სფეროში, ხო, მზარეულებად და ასე შემდეგ, ხო? ანუ ნახევარი საქართველოს, განსაკუთრებით ახალგაზრდები ხალხო არიან დასაქმებულები სერვისის სფეროში. როცა ადამიანს ლანძღავთ იმისთვის, რომ სადღაც მუშაობს, არის დასაქმებულები, სხვათა შორის საკმაოდ რთული სამუშაოა, არ არის მარტივი. მე მაინტერესებს მაგ დროს რას ფიქრობთ?
ანუ ყველა უნდა იყოს მინისტრი, ყველა უნდა იყოს რაღაცა გენდირექტორი და 19 წლის გოგოს როცა უნდა მუშაობა, სად უნდა იმუშაოს პარლამენტარად? თუ ანუ რა წარმოდგენა გაქვთ ხოლმე, თქვენ ხო ყავთ გარშემო ადამიანები, ვინც სერვისის სფეროში არიან დასაქმებულები, ხო არიან ეგეთი ადამიანები და ყველას ეგრე ლანძღავთ ხოლმე, ძალიან მაინტერესებს. ანუ რატო აუფასურებთ ადამიანის შრომას და რატო უყურებთ ზემოდან ქვემოთ თუ რაღაცა კრიტიკით თუ რაღაცა შესაბამისი ტონით. მართლა მაინტერესებს. საერთოდ არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ რადგან ჯერ კიდევ მაგას მეკითხებით, მე მგონი კი ხალხნო სხვათა შორის მაგასაც გეტყვით რომ 21 საუკუნეა 2026 წლის ზაფხულია და საზოგადოებაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს განხილვა იმაზე ძალადობა მოსულა თუ არა და შეიძლება თუ არა ძალადობა და რა შემთხვევაში შეიძლება ძალადობა და რა შემთხვევაში არ შეიძლება და ასე შემდეგ. ანუ კი საოცრება კონცერტ შენ ფანებს აფოლოვებ, ვიღაცა შენი გორდი მე ვაფოლოვებ, რა თქმა უნდა, ძალიან ისე რა ქვია, ყურადღებით ვარ ხოლმე ხალხნო, მართლა, ყურადღებით ვარ და ვაფოლოვებ ხოლმე ყველას. აუცილებლად დაგაფოლოვებთ, ხო? კი, გვანცა როგორ ხარო, ეკო, კარგად, შე როგორ ხარ? ხალხნო, მე სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მიყვირს, პრინციპში არ მიყვირს, იმიტომ რომ საზოგადოებაში ძალადობა არც ისე უცხოა, ეხა მოდი ვაღიაროთ. არა ეკო წარმოშობით არ ვარ რუსი, კაპანაძე ვარ გვარად. ეკოს გავეცი პასუხი. აქ არ მიწერია კაპანაძე, მაგრამ ისე გვარად ვარ კაპანაძე. კი, საკმაოდ გავრცელებული გვარია. მარიამს ვერ ვნახულობ ხოლმე, იმიტომ რომ დღე ძინავს და საღამოს საათებში მუშაობს, საბამისად მე ტუჩე რამე გისვრია თუ ეგეთი ფერი გაქვსო. ამ ეტაპზე არაფერი არ მისვია, მაგრამ მაქვს პერმანენტული მაკიაჟი უკვე რამოდენიმე წელია. რაც ეგავიკეთე დავისვენე, არაფრის წასმა აღარ მინდა ხოლმე. კაპანაძე საიდანო, გიო. კაპანაძე საიდან? არ მაქვს ესე სოფელი, სამწუხაროდ დიდი შემოვნებით მექნებოდა. მარიამთანო ხალხნო, მარიამზე ვარ ორჯერ უფროსი, მეტჯერ. გულშემატკივრობ მარიამს. ეგეთ ქალებს ერთი მუშტი არ ეყოფათ. ანუ ეს ადამიანი თვლის, რომ ქალებს ზოგადად მუშტები სჭირდებათ, ხო ალბათ. სოფიაშ, ძალიან დიდი მადლობა. ხო, სავარაუდოდ ფიქრობთ შეგიძლიათ აუცილებლად დაგაფოლოვებთ კი. ანუ კი ხალხნო არიან ადამიანები, რაღაცა ცუდი საღებავი დავიდე. ცუდი საღებავი არა, სხვათა შორის რაღაცა ზედმეტი მომივიდა 10-15 წუთი და ესეთი ფერი დაჯდა. კვერდი, ძალიან დიდი მადლობა. თიკ, აბა სადა ხარ? კი, ნუ ნახეთ, მე ყველაზე მეტად ვისასწრაფო კარგვის. არა, მე ეგრე არ ვთვლი, არ ვემიჯნები ძალადობას, მაგრამ თუ კალზე ძალადობა კაციც არისო. ანი, რა თქმა უნდა, კი. ზოგადად ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში არ, მაგრამ
ნახე ძალადობა არ შეიძლება და მაგრამ უკვე ხალხი აი მაგარი არასწორი ბევრად ადვილია რომ ყველა საზოგადოების ყველა წევრი შეთანხმდეს იმაზე რომ ძალადობა ყველანაირად ეხავს. ქეთი მეფარი გავრცელებული მოდერატორს მომცემო გავრცელებული. იცი რა არის მე მოდერატორებს დიდად არ ვაწუხებ ხოლმე რატო იცით? ჩემს ლაივებში ზოგადად მე ხო ეს ვქოთ თამაშების და იმის მოყვარული არ ვარ, ზოგადად რაღაცა საკითხებზე საუბრობთ ხოლმე ხო ესე შინაურულად ცოტა ადამიანი ყველას ვცემ ხოლმე პასუხს და შესაბამისად მე არ მაქვს იმის პრობლემა რომ ვინმე გამოთქვა საწინააღმდეგო აზრი, არ მაქვს იმის პრობლემა რომ ვინმე დააფიქსიროს თავისი შეხედულება და ასე შემდეგ. მე ვთვლი რომ სხვა განსხვავებული შეხედულებაც უნდა იყოს დაფიქსირებული და მაგაზე არ მაქვს პრობლემა. მხოლოდ იმიტომ რომ ჩემგან განსხვავებულად ფიქრობს ადამიანი და ჩემგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებს, მხოლოდ მაგის გამო მე არ ვუზღუდავ ხოლმე კომენტარებს. ლაივის შემდეგ დაგაფოლებ, მაგრამ მანამდე შემახსენე კიდევ ერთხელ. აუცილებლად ხალხო. ხო და რის თქვა მინდოდა იცით რომ ნახე მომენტში 10% ვეთანხმები იმ კაცს, არა იმიტომ რომ დაარტყა, არამედ იმიტომ რომ თავი დაიცვა. ანუ შენ თვლი რომ ის კაცი თავს იცავდა, იქ ნომერში რო აუარდა. აუცილებლად ხო არ ვიცი, ანუ თქვენ ყოველ შემთხვევაში იცით რა არის ხშირ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა არის ხოლმე, კი ბატონო, აზრთა სხვადასხვაობა არის და ესე ძალიან ბუნებრივია. ზუსტად მაგიტო არის საინტერესო ჩვენი საზოგადოება, რომ სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანები რაღაცნაირად ვთანხმდებით, რომ თავიდან ის ქალი წუდა ყელში. იქ იყავი? ეკორის ექიმია შენ ქირურგიაზე სწავლობს და ქირურგის ასისტენტია. ჯერჯერობით თვითონ ექიმი არ არის. მაგრამ მომავალი ექიმია კი. ეკოს გავეცი პასუხი. ანაო თავიდან ამ ქალმა ყელზე წაუჭირა რა თუმცა ასე ძანაც არ უნდა დაერტყა კაცო. მე მაგალითად არ ვიცი ხალხო იქ არ ვიყავი შესაბამისად არანაირი ფაქტები არ არის უბრალოდ ვიღაცის მოყოლი რომელიც ფაქტი ანუ მე მხოლოდ ვიდეო რაც ვნახე იქიდან გამომდინარე საუბრობ და მე უკვე რაღაცა ჭორები 1000 რაღაცა ითქვა მოკლედ ვერ გეტყვით ნამდვილად ხა რამდენად სწორია რამდენად მართალია და ასე შემდეგ კი ანიპირეთში მომწერე სასტუმროში ქორწილი ვის გაუგიაო სასტუმრებს აქვთ ძალიან კარგი დარბაზები და სერვისები ქორწილისთვის და კი ძალიან ბევრი ქორწილი კეთდება სასტუმროში ჩემო კარგო ტელევიზიასაც უდის იმ კაცის ფოტო როგორ ძალიან მოყელიო Eurovision songs იცი რა არის მაგ ფაქტების ერთობლიობა ესეც ну გამოძიება მიმდინარეობს ჯერ კიდევ ბევრი რაღაც გაირკვევა მე მაგალითად ჯერ მე მოვკლავდიო გუგა გოგლიძე იმედია სამართალდამცავები დაინტერესდებიან შენით ორმაგი კრიმინალის მომწოდებელი ხარ
თმას სალონში ვიღებავ, არა სახლში ვიღებავ, უკვე რამოდენიმე წელია და რაც სახლში ვიღებავ, ჩემი თმა გამოჯანსახდა ხალხნო და ძალიან მიხარია. ვინც ქერათ იღებავთ თმას, გეცოდინებათ, რომ ქერათმის შეხება მოვლა ძალიან რთულია. მარიამს ვეუბნები, არა, სახლში ვიღებავ და მაგის მერე გამოჯანსახდა ჩემი თმა. სალონში სამწუხაროდ ძალიან კარგ ფერზე სვამდნენ. გეთანხმებით, ძალიან კარგ. ყველა ცნობილ კოლორისტთან ვარ ნამყოფი. ძალიან კარგ ფერზე სვამდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან წვავდნენ თმას და შესაბამისად მერე სახლში რომ მოვდიოდი ერთი-ორი დაბანის ფერე საშინელება ემართებოდა თმას და მას მერე რაც სახლში შეღებვა დავამუღამე, ესე ვთქვათ, დავისვენე. ძალიან ამაზად გაგვსო ძალიან დიდი მადლობა. ნატურალურ ფერთან არის მიმსგავსებული. კარგი, ანი ვნახავ აუცილებლად. ხო, თუ გნებავთ, ვისაც ნახეთ შავ თმაზე არ ვიცი რა როგორ ჩდება, მაგრამ ვისაც ღია ფერის თმა გაქვთ და უბრალოდ გინდათ უფრო ლამაზი ფერი გქონდეთ, გასწავლით როგორ უნდა შეიღებოთ დაზიანების გარეშე. დიდი ხანი არიჩერებთ და აგრესიულ საღებავს, რომელიც აღებავია და ფიტოსაღებავია, იყიდება GPS-ში და PSP-ში, სხვაგან არ იყიდება. მეც მიყვარხარ ძვირფასო. აი მე ანი ვერით, მენს დაგაფოლოვე ანი. ნია ბუნებრივი გოგო ხარო. ხალხნო, ბუნებრიობა ძალიან კარგია, მაგრამ ყოველთვის არ ამართლებს. ახლა მინიმუმ ეპილაციას ხო ვიკეთებთ, თვალს ვიღებავთ, შევა კბილები გაიკითხა. მე არ მაქვს გაკეთებული კბილები, მაგრამ ნუ ბაიმე მარიამი როგორ ხარ? მარიამ ყარყარაშვილის ფანი. მარიამ ყარყარაშვილის ფანები რომ აურაც ხელია და კიდევ ბევრი არსებობენ ხალხნო მაგაზე ძალიან ვიცინი ხოლმე. ბუნებრიობა ხალხნო, ნუ ხშირ შემთხვევაში ბუნებრიობას რასაც ეძახიან, ნუ თლიანად ბუნებრივი, მოდი ვთქვათ რა, გოგოებს და ქალებს გვეხება, რომ 100%-ით ბუნებრივი ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ მინიმუმ თმას ვიღებავთ, წარფს ვიკეთებთ, ეპილაციას ვიკეთებთ, რა ვიცი, რაღაცებს ვიკეთებთ. ანუ ბუნებრიობას ეძახიან ხოლმე ხშირ შემთხვევაში ისეთ რაღაცას, რაც დავუშვათ გარეგნობაში მკაფიო ჩარევა არ არის, მაგრამ ნუ ეხლა 100%-ით ბუნებრივად მაინც არ გამოდის რა ხალხნო. მოდი ეხლა გოგოები ვინ ხართ თქვით, ვინ ხართ ეს თქვათ 100%-ით ბუნებრივი, გულისხმობ რომ არც თმა შეღებილი, არც წარბი გაკეთებული, არც ისე რა ქვია ეპილაცია გაკეთებული და არანაირი არაფერი. მეც მომენატრე. ჰაი ნინა ნებიერიძე. ხო, მე მაგალითად არის რაღაცები, რისი გაკეთებაც უბრალოდ მეზარება. ერთი-ორჯერ გავიკეთე და არ მომეწონა, ვერ გაამართლა, მაგალითად წამწამები გავიკეთე და ვერ გაამართლა, შემაწუხა რაღაცნაირად ესე მოშებოდი. წამწამებმა ვერ გაამართლა და შევეშვი, მე თვითონ ღია ფერის წამწამები მაქვს. ეკო მე ვარო, ძალიან კარგია თუ ხარ. ფრჩხილებიც ასევე ნახეთ, მოკლე ფრჩხილები მაქვს და შევეჩვიე მოკლე მოწესრიგებულ ფრჩხილებს შევეჩვიე, თუმცა მოწესრიგება და ჰიგიენა მაინც აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე შენი შესაფერისი რაღაცა მინიმალისტური ჩარევები მაინც გქონდეს, თუნდაც no makeup-ს ვეძახიან, ხო და სინამდვილეში ძალიან ბევრი რაღაცა რო გისვია, უბრალოდ ღია ფერები და შეუმჩნეველი.
ეკო ძალიან კარგია რო ხარ მეც ვარ ხოლმე მაგრამ ზოგადად აი ბუნებრიობა ალბათ არის ისეთი ჩარევები რომელიც არ გეტყობა თორემ თლად ჩაურეველი ვერ გამოდის ვერავინ ჩემი აზრით TikTok-ზე ასეთი ლაივებში უნდა იყოს და გაუზიარო ადამიანის შენი აზრი და არა ის რაც ხდება ახლა. კარგად ვერ გავიგე, უნდა გაუზიარო ხო ჩვენ აზრებს ვაზიარებთ კი ბატონო. რა თქმა უნდა ჩვენ აზრებს ვაზიარებთ TikTok-ის ლაივებში და არა ის რაც ხდება ახლაო. ანუ ახლა რა ხდება? Eurovision songs კარგად ვერ გავიგე თუ უფრო კარგად გასაგებად მეტყვი უფრო კარგად გავიგებ ჩემი აზრით მარიამ ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის ხალხო მოსკოვში ხარ ნამყოფი ბავშვობაში და აღარც მახსოვს გოგო მარის ელაპარაკებ ხოლმე მე ძალიან დაიკარგაო არ დაიკარგა მარიამ ყარყარაშვილის ფანს ვпасუხებ არ დაიკარგა მარიამი უბრალოდ შეიძლება არცალია და არის კიდე ხალხო ის მომენტი რომ შესაძლებელია რომ უბრალოდ მობეზრდა TikTok-ის იცით რა მობეზრდა სავარაუდოდ ოღონდ ჩემ აზრს გეუბნებით აი ერთი და იგივე შეკითხვებს რო უსმავთ ხოლმე ჯავახაზე, მუზებზე, ჰაუსის რაღაცებზე და მოდი ვთქვათ, რომ ყველაზე მოსაბეზრებელი მაინც არის ერთი და იგივე ტიპის უაზრო ისინი აგრესიული მიმართვები, ერთი და იგივე, ანუ რა არის ხოლმე დამხლელი გეტყვით, ანუ მოგერიება და წინააღმდეგობა, ანუ კონფრონტაცია ერთი და იგივე იმეების, რა ქვია, აგრესიული კომენტარების, რომელიც რეალურად არაფერი არ დაგიშავებია, მაგრამ რაღაცა ამ აგრესიულ კომენტარებს სისტემატიურად გეუბნებიან. ხალხი დახამებულია ქონებაზე იგინებიან, მათხოვრობენ და 1000 უბედურებას აკეთებენ და არ უნდა ხდებოდეს ესე. ყველას თავის შეგნებაში გაუმარჯოს. მე მაგალითად არ მომწონს თამაშები და აი ესე თამაშებით ფულის გამომუშავება ჩემი სტილი არ არის, იმიტომ რომ მე თვითონ არ ვარ აზარტული და ვერ გავუწევ აზარტულ თამაშებს პროპაგანდას. არ არის ჩემთვის ჯანსაღი. შესაბამისად, მე ვიცი რომ ლაივებს ერთადად უყურებენ, როცა არის ხოლმე თამაში, არის ხოლმე აზარტული, უფრო საინტერესოა, ხალხის უფრო ჩართულობა არის და ის ადამიანები, ვისაც ფოლოვერების როგორ ხარ გვანცო ნიკო რო კარგათი ნიკოშე როგორ ხარ და ის ადამიანებსაც ფოლოვერების მომატება უნდათ ვინც ქმნის კონტენტს და ასე შემდეგ შემთხვევაში აქცენტს აკეთებენ ზუსტად აი თამაშებზე აზარტულობაზე და ასე შემდეგ რომელიც მე ხლა დიდად თამაშებს ხო იცით ხალხმა არ თამაშობ და დამირწყეთ ეგ ტიპაჟი არ ვარ ჩამრთე მომენად რომ it's my სურათზე რამდენი წლის ხარ it's my სურათზე გამახსენე მარია აუცილებლად კი ხო და ძირითადად TikTok-ზე ფოლოვერებს მომატება ხდება ზუსტად ესე თამაშებით, აზარტულობით, ის ჩართო, ის და ანუ შემოსავლიანიც არის თავისთავად, უბრალოდ მე არ ვარ ეგ. კი, თამთელი ღამეა ეგ თამაშები და ხალხი არ გამოდი 200 ჯერ ქვევთ მთელი ღამე. კი ანა ძალიან მეც ხშირ შემთხვევაში აი შევსვლა ხოლმე TikTok-ზე და სულ ეს ლაივები და თამაშები მიგებს უბრალოდ მე არ ვარ თამაშების ტიპაში მე ვერავის ვერ მოუწოდებ თამაშებზე ვერავის ვერ მოუწოდებ რომ თამაშებზე ფული დახარჯონ და ასე შემდეგ არანაირ შემთხვევაში მე არ ვარ ეგ სტილი უბრალოდ that's all გახსოვს რომ მითხარით ჩემი მეგობარი გორის თეატრში მონაწილეობს უნდა ჩამოვიდეო კი დედა გარდაეცვალა გოგოს გორში კი მარის დედა გარდაეცვალა ავად ყავდა აი მსახიობი რო არის გორის თეატრის კი მან უნდა ჩამოსულყავი
მე გერთებოდი ხოლმეოვე რასაყვარელი ხარ აი რა თუდე ხო ძალიან სამწუხაროა ავად ყავდა დედა და გარდაიცვალა რა გუშინ გავიგე ხო ხალხო სხვადასხვა ძალიან დიდი ხანია ახალ-ახალი ამბები და ახალ-ახალი რა რის თქვა მინდოდა და დამავიწყდა ძალიან დიდი ხანია ახალ-ახალი ამბები და ახალ-ახალი რაღაცა rilsები აღარ ჩაგიყრევთ ჩემთვის და რა ხდება ანუ რა ხდება ხალხო რატო აღარ მიყრეთ ხოლმე რაც ახალ-ახალ ამბებზე rilsებს და აი მე განცა იცი რა მოხდა ეს ნახე და რომ მიყრედით ხოლმე ადრე ეხლა სადა ხართ ეგ ხალხი რატო გძინავთ ძალიან დიდი მადლობა მარიამ ყარყარაშვილის ფან ადრე მიყრიდით ხოლმე კი ვემეთმა მაქვს ცოტა სველი ვერ გავისწორე კარგად და მე ძალიან მინდა შეჭრა ეხლა როგორ მინდა შეჭრა გეტყვით შეხედეთ არა ნახეთ აი ესე ხედეთ აი ესე რო იყოს რა იქნება არაფერი აღარ ხდება და რაღა უნდა ჩაგიგდოთ. ეხა ამხელა TikTok-ზე როგორ არაფერი არ ხდება. კარგი, მე ვერ ვაგნებ ამ ახალ რაღაცებს, მაგრამ თქვენ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად იცით ახალი ამბების ქრონიკები. უბრალოდ ადრე მიყრიდით ხოლმე კაი ამბებს და ეხა კარგი, ჰაუსელებს არ ადევნებთ ხოლმე თვალს. ჰაუსელებს როგორ არ ადევნებთ თვალს და როგორ არ მიყრით ხოლმე ახალ ამბებს. მე რამოდენიმე ადამიანს ვაფოლოვებ ხოლო თავში და ასო და თორნიკე დაშორდა და შერიგდაო. რატო დაშორდნენ? ეგ როგორ არ მომწერეთ ხალხნო და ეგ როგორ არ მითხარით და მაგაზე აზრის გამოხატვის იმას როგორ არ მეკითხებით. თქვენგან გავიგე, ეგეც მე მარიაო, არ ვიცი ვაფშე ვერ გავიგეო. ალბათ იმიტომ რომ პირადი ცხოვრებაა ხალხნო და ჩვენ არც უნდა ვიცოდეთ ეგ ამბავი. სავარაუდოდ მაგიტო. გვანცა კახეთში მომხდარ ამბავთან დაკავშირებით რას ფიქრობ? კახეთში მომხდარ ამბავთან დაკავშირებით ვფიქრობ მე ასეთ რაღაცას. მან არის დამნაშავე, ძალიან დამნაშავე არის სასტუმროს ადმინისტრაცია, რომელსაც უსაფრთხო ქორწილი და უსაფრთხო სტუმრების ყოფნა უნდა უზრუნველყო და რომ ნახა რომ იქ რაღაცა კონფლიქტი იყო, უნდა ჩარეულიყო, გაეშველებინა, თუ საჭიროა პატრულიც გამოეძახა და ასე შემდეგ. არანაირად არ ვამართლებთ ცემას. გამორიცხულია რომ მე რაიმე მიზეზი მოვიფიქრო იმისი რომ ხო აი რახან რუსი იყო უნდა დაერტყა ხო რახან იუსდელა უნდა დაერტყა და აგიხსნით მაგას ზოგადად ძალადობას წინ ყოველთვის უძღვის ხოლმე რაღაცა ტიპის ქმედება რომელიც არ არის ხოლმე მოსაწონი მინიმუმ და შესაბამისად მასე გამოდის რომ ძალიან ბევრი ძალადობა გამართლდება იმიტომ რომ ხან შეაგინებენ ხოლმე აი რუსი გოგოს დავანებოთ თავი მაგალითად ქართველი იყოს ხო ხან არის ხოლმე რომ შეაგინებენ ხან არის ხოლმე რომ რაღაცას მხარს გაკრავენ გამოკრავენ და რაღაცები ხდება ხოლმე ყოველთვის ისეთი რასაც მერე ცემატყება მოყვება ხოლმე და არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ გამორიცხულია რომ მე ხელის დარტყმა გავამართლო რა ეროვნების ადამიანიც არ უნდა იყოს გინდა ქალი გინდა კაცი მაგრამ ქალის შემთხვევაში ბევრად უფრო
სენსიტიურია საზოგადოება და კანონი და ყველა რატო? იმიტომ რომ უთანასწორობა არის, კაცი ყოველთვის უფრო ძლიერია და კაცის მოქნეული ხელი შეიძლება უფრო დამაზიანებელი იყოს კაცისთვის ვიდრე ქალის ნაკაწრი. ლორენცოს ჭაღარები შეერია, ძალიან უხდება სხვათა შორის. მანდ მინდა გითხრათ, რომ ბევრ კაცს ძალიან უხდება ჭაღარა. პროვოკატორი რუსები გეთანხმები, რუსები ზოგადად ძალიან პროვოკატორები არიან, კი ბატონო. ნიაკო, რამდენი წლის ხარ? ნიაკო, რამდენი წლის ხარ? ლორენცოსი ჭაღარები შეპარვიაო, ხო, ჩავწეროთ თვის შეღებოაზე, თუ რა ვქნათ, მოდი თმა შევღებოთ ლორენცოს. მე თუ მკითხავ, კაცის შემთხვევაში ჭაღარები უხდებათ კაცებს. და ეხლა ჩაერიაო, ცოტა ადრე ჩარეული იყვნენ, სანამ ექცემა ტყე გაიმართებოდა, ჯობდა და აღარ მოხდებოდა ეს საშინელი ფაქტი. კი ბატონო, 5000 ლარი გადაუხადეს გირაო, ხახნო გირაო რას ნიშნავს იცით? დროებით გამოშვება არის გირაო. ანუ სანამ გამოძიება მიმდინარეობს და ფაქტებს მოკრებენ და ასე შემდეგ, ანუ გირაოთი გამოშვება გამართლებას არ ნიშნავს. და ვერავინ ვერ უარყოფს, რომ მან ძალადობის ფაქტი მოხდა. კი, ამბობს ნანოფო, მაგრამ არ ვიცი ხა რამდენად სწორად ამბობს და რამდენად გულწრფელია ვერ გეტყვით. და მე კიდე თავისი მართლებს ძალით არ მინდოდა ამის მიზანი მე არ მქონია წუხა რაც მოხდაო. შესაძლებელი არ ქონდა მიზანი, ხო? ნუ ნახეთ, მე ძალიან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თავისი ძმის ქორწილში რომ მიდიოდა ის ბიჭი 30 წლის ზრდასრული კაცი, მოდი ვთქვათ, აქვე არ არის ეს თინეიჯერი პატარა ბიჭი, ხო, რომელიც მაგაზე ცალკე ვიტყვი, ხო? კიდე ხა გიგავალიანის საქმეზე ჩვენ ვიცით, რომ თინეიჯერების ძალადობას რა მოყვა და მოზარდების ძალადობას რა მოყვა, ადამიანის სიცხე შეიწირა ზუსტად მაგ ცემა ტყება. მაგაზე ცალკე ვიტყვი, მაგრამ ნახეთ, მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ ეს განზრახვა არ ქონია და ქორწილში რომ მიდიოდა, ვიღაცის საცემრად არ მიდიოდა და მიდიოდა გასართობად და ოჯახმა ქორწილი გადაიხადა იმისთვის, რომ კარგად გაეტარებინათ ეს დრო და ასე შემდეგ. თუმცა ყოველი ძალადობა, ცემა ტყება, პერესტრელკები და იარაღით ჩარევები როცა ხდება ხოლმე ხალხო, ყოველთვის არის წინ რაღაცა ქმედება, რომელიც არ მოსწონს ხოლმე ამ მეორე მხარეს. შეურაცხყოფა გვანცაო პრივატებიო, გიო როგორ ხარ? გიყურებდი ლაივში ძალიან ბევრი სწორი რაღაცები თქვი, მაგრამ რაღაცეებში არ გეთანხმები. კი, მაგ ნაწილში გეთანხმები. ხო, თავისი ძმის ქორწილში იმიტომ არ მიდიოდა, რომ ვიღაცა ეცემა, მაგაში დარწმუნებული ვარ და ხო, პროვოკაციები არის ხოლმე. ხალხო, აი რუსი ქალი გამოაკელით და მაგალითად ყოფილიყო მთვრალი კაცი, რომელმაც შეაგინა, რა ვიცი, უნდა ეცემა მოეკლა. ანუ ზოგადად ქართველებს რესტორნებში, ქორწილებში ჩხუბები არ გვიკვირს. მოდი ვთქვათ, რომ ძალიან ცოტა ქორწილი შეიძლება იყოს ისე, რომ რაღაცა შელაპარაკება და ჩხუბი არ იყოს, მით უმეტეს როცა უცხო სტუმრებიც არიან ხოლმე. ხლა საქართველოში ცემა ტყება და მთვრალზე და ნაქეიფარზე მუშტების ქნება არავის არ უკვირს. მოდი თუ გინდა გიო. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მან სწორედ ის არის, რომ ძალადობას როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება ძალადობა ნიშნავს ვიღაცა თუ გაწუხებს, სულად იქცევა და ასე შემდეგ, უნდა მოხდეს რაღაცნაირად ცივილურად მაგის მოგვარება. მანდ იყო გამოსავალი თიკა როგორ ხარ, მანდ იყო გამოსავალი აუცილებლად პოლიცია უნდა გამოეძახებინათ და გაესახლებინათ ის გოგოები თუ ქორწილს შლიდნენ. მატყუარები ყოფილან. ორი მუზა მატყუარები ყოფილანო. რატო ყოფილან მატყუარები? რა გააკეთეს? რა მოიტყუეს? ის ქორწილი ყველაზე რას კაციან და ჰაჰა 150 კაციანი ამდენ რაღაც თუ ეგ პროვოკაციები ვერ გადაიღეს.
ნახეთ მანდაც შეკითხვებია ხალხნო ანუ რასაც ყვებიან ანუ ვიდეო რაც გავცოლდა სამი გოგო იყურება ფანჯრიდან და წყნარად ლაპარაკობს და არანაირი გადმოფსმატა რაღაცები არ ყოფილა ხო რაღაც მან ცოტა გამოძიებას დაველოდოთ თიკა აპინე ვერ კითხულობს რეკვესტებსო გიო ვკითხულობ რა ხდება